ძალიან მოკლედ ავუხსნი საზოგადოებას, რომ ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენცია ადგენს წესებს, თუ როგორ შეიძლება იყოს გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები მოსახლეობის წინააღმდეგ, ანუ მასების კონტროლის მიზნით, ანუ არა ვთქვათ სამხედრო არეულობის დროს, მშვიდობიანობის დროს, სამოქალაქო პროტესტის დროს და მთავარი მოთხოვნა, რასაც ეს კონვენცია ადგენს, არის ის, რომ ქიმიური ნივთიერების გამოყენებას არ უნდა მოყვეს საზოგადოების გრძელვადიანი ჯანმრთელობის ზიანი, ანუ მისი ეფექტი უნდა იყოს ძალიან მოკლევადიანი და ესე იგი როგორც კი შეწყდება ქიმიური ნივთიერების მოქმედება, ადამიანი აღარ უნდა განიცდიდეს მის ზემოქმედებას. შესაბამისად, იმის გამო, რომ ჩვენ შემთხვევაში შარშან დოკუმენტირებული იქნა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 7 შემთხვევა, როდესაც გამოყენებული იქნა ექსპერიმენტალურად, რეალურად ქიმიური ნივთიერებები მასების მიმართ, მოქალაქეთა მიმართ და ამან გამოიწვია მოქალაქეთა ხანგრძლივი ჯანმრთელობის მოშლა, ანუ მისი შედეგი არ შეწყვეტილა ამ ნივთიერების გამოყენების შეწყვეტისთანავე და არსებობს, ესე ვთქვათ, დოკუმენტირებული მასალები, სამედიცინო ჩანაწერები და ასე შემდგომ და სხვა ის გარემოებები, რაც საჯარო გახდა, მათ შორის სუსის ეგრეთ წოდებული გამოძიებაც, რომელმაც უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა ვიდრე პასუხები. აი ამ ინფორმაციას მოვუყარეთ კიდევ ერთხელ თავი და მივაწოდეთ ქიმიური იარაღის ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირს, ასევე სხვადასხვა ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტებს და გაეროს წარმომადგენლებს იმისათვის, რომ დავთხოვეთ მათ, რომ მიაქციონ ყურადღება აღნიშნულ გარემოებას და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაიწყონ ფაქტების მოკვლევა ან გამოძიება და დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით. მე ვფიქრობ, რომ დიახ, იცით რა მაინტერესებს ერთ ტექნიკურ თემას შევეხები და გავაგზავნოთ საუბარი, აი როგორ წარმოგიდგენიათ ეს საერთაშორისო გამოძიება? ან წინასწარ თუ ქონდათ ამ ორგანიზაციებთან, რომელთაც მიმართეთ საუბარი, არ ვიცი შედგა თუ არა ასეთი, ანუ ისინი უნდა ჩამოვიდნენ აქ და დაიწყოს გამოძიება? გაეროს მომხსენებლებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ისინი ინფორმირებულები არიან, ერთ-ერთი მათგანი მონაწილეობდა კიდევაც BBC-ს მიერ გადაღებულ ფილმში და ისედაც ინფორმირებულები არიან მიმდინარე მოვლენებზე, რაც შეეხება ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს. მან თავად გააკეთა განცხადება, რომ შარშან, როდესაც მოუთხოვე ქართული ოცნების მთავრობას იყენებდნენ თუ არა ქიმიურ ნივთიერებას წყალში, წყლის ჭაობთან ერთად, მათ მითხრეს, რომ არ იყენებენო, ანუ ისიც რეალურად თავს მოტყუებულად გრძნობს, ანუ თავად გააკეთა ამაზე განცხადება. დამატებით თვითონ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა მიმართა ადამიანის უფლებების კომისარს ევროსაბჭოს და მოსთხოვა საქართველოს ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესწავლა და ამ ფაქტის გავლენა და შეფასება ადამიანის უფლებებზე, რაც შეეხება უკვე ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციას და იმ ორგანიზაციას, რომელიც ამაზეა პასუხისმგებელი. აქ რა თქმა უნდა ეს ჩვენი პირველი კომუნიკაცია იყო, იმიტომ რომ მსგავსი საჭიროება აქამდე ნამდვილად საქართველოს რეალობაში არ ყოფილა და ამით ჩვენ ესე ვთქვათ მათ მის დირექტორს მივაწოდეთ ინფორმაცია, ამის შემდგომ ეს საკითხი უნდა გახდეს მათი დაინტერესების საგანი და სახელმწიფოებმა, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა იმსჯელონ, დაიწყება თუ არა გამოძიება საქართველოსთან მიმართებით, თუმცა თავად ხელმძღვანელ პირს აქვს უფლება, რომ ქვეყანაში მიავლინოს ფაქტების დამდგენი კომისია და მე ვფიქრობ, რომ სულ მცირე ეს გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, მანამ თუნდაც სანამ იგივე გამოძიების საჭიროებაზე მიიღებენ გადაწყვეტილებებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ საერთაშორისო ყურადღება აქვს ამ საკითხს და რაც მეტი უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ის განცხადება იყო ამავე დროს მიმართეს პოლიტიკოსებს. მათ ზუსტად თქვენი ბრიფინგის შემდეგ იყო კოალიცია ცვლილებების ბრიფინგი დღეს და მათაც თქვეს, რომ მიმართეს ორგანიზაციებს, თუ არ ვცდები ამ შემთხვევაში 9 ორგანიზაციაზეა ლაპარაკი, მათ შორის EUTO და ასე შემდეგ. აი თქვენ როდესაც საუბრობთ, რომ უფრო მეტი ყურადღება ექნებაო სავარაუდოთო, აი თუნდაც ის, რომ ამ ერთდროულად მოხდა, თითქმის ერთდროულად, ხო, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან მიმართვა, ეს ერთიან სურათში
რას მოიტანს, როგორ ფიქრობთ აი ამ განსაკუთრებული აქტუალიზაციის თვალსაზრისით ამ თემის? რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს მიმართვები სხვადასხვა აქტორების მხრიდან იქნება გაგზავნილი, რაც მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც არის სიგნალი, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, საგანგაშო სიტუაცია, ყურადღება მისაქცევის საკითხი და ამაზე არსებობს შიდა სახელმწიფოებრივი კონსენსუსი სხვადასხვა დემოკრატიულ აქტორებს შორის, ამიტომ რაც მეტი მომავალშიც ეს საკითხი აბსოლუტურად ღია თუ დამატებით სხვა მოქალაქო ორგანიზაციებს, ადამიანების, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივ ჯგუფებს, პროფესიულ წრეებს, არ ვიცი, ექიმებს, პოლიტიკოსებს ენდომებად, რა თქმა უნდა, ეს თავადაც შეუძლიათ სამომავლოდ განახორციელონ, ამიტომ რაც მეტი მიაწვდეს ინფორმაციას, მით უმეტეს დოკუმენტირებულ მტკიცებულებებს, ეს მხოლოდ წაადგება ამ პროცესად. და თქვენ ახსენეთ შიდა გამოძიება, რომელიც ჩაატარა რეჟიმმა, 5 დღიანი გამოძიება, რაღაც რეკორდულ ვადაში დასრულებული ასეთ სერიოზულ თემაზე, არ ვიცი ამას გამოძიება რამდენად უნდა ეწოდოს, მაგრამ ეხლა ეს არ არის ჩემი კითხვის მთავარი თემა, მე სხვა რამე მაინტერესებს. როგორ ფიქრობთ, აი 5 დღეში ჩატარებული ეს შიდა გამოძიება, როგორ იმოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან აი ამ საქმეზე? ანუ ხომ არ იმუშავებს უფრო რეჟიმის წინააღმდეგ, იმიტომ რომ უნდობლობა ამ გამოძიების მიმართ დაფიქსირდა ჩვენი პარტნიორების მხრიდან არაერთ განცხადებაში. დიახ, ეს იყო 5 დღიანი გამოძიება და თავად შემჭიდროვებული ვადები, ანუ 5 დღის გამოძიების პროცესი უკვე მიანიშნებს მის არასერიოზულობაზე. მით უმეტეს, რომ კიდევ ერთხელ ამ გამოძიებით უფრო მეტი შეკითხვა დარჩა და უფრო მეტი კითხვის ნიშანი დარჩა და რეალურად ის განცხადებები, რაც გაკეთდა როგორც პოლიტიკოსების, ასევე მმართველი პარტიის ხელმძღვანელების ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირების და შემდეგ გამოძიების მიერ, ხშირ შემთხვევაში არათანამიმდევრული და ურთიერთგამომრიცხავი იყო და რეალურად გამოძიებამ ჩვენ ვერ გვიპასუხა რა კონკრეტული ნივთიერებები იყო, მათ შორის გამხსნელი ნივთიერება გამოყენებული 7-ვე საღამოს, რაც სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ იქნა დოკუმენტირებული და ძალიან, ესე ვთქვათ, ბუნდოვანი განმარტებები იყო, ხო, ის კონკრეტულ თუნდაც ტოქსიკურ გამხსნელ საშუალებებზე, რომელზეც ითქვა, რომ მხოლოდ ერთი საღამოს განმავლობაში არ იყო გამოყენებული, მაგრამ სხვა დანარჩენ შემთხვევებში იყო თუ არა გამოყენებული, ამაზე საერთოდ არ ყოფილა პასუხი, ან ესე ვთქვათ, თავად გამოყენება ამ ნივთიერებისაც ეკა ფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ მხოლოდ იმას არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რომელი ნივთიერება იყო გამოყენებული. შესაძლებელია ნივთიერება ისეთი დოზით იყოს გამოყენებული, ან ისეთი ფორმით, მაგალითად შერევით სხვა საშუალებებთან, მაგალითად წყალთან და ასე შემდგომ, ან ძალიან დიდი რაოდენობით, ან ძალიან დიდი მასის მიმართ, ადამიანების მიმართ, რომლებიც ჭყლეტაში არიან მოყოლილები, რომლებსაც არ აქვთ გასასვლელი, გაუფრთხილებლობი და ასე შემდგომ, რაც თითქმის ყველა დარბევის დროს ვნახეთ ჩვენ გასულ წელს, ხო, და მე პირადად და ჩემი ძლია, მე პირადადაც ვიყავი ერთ-ერთი დაზარალებული და ნებისმიერ გამოძიებას გამოვცადეთ, ნინო, ეს ყველაფერი და ნამდვილად იქ რაღაც რომ იყო გამოყენებული, ჩვენ კონკრეტულად არ ვიცით, შეიძლება სახელი, მაგრამ აი ეს გამხსნელი ტრიქლორეთილენი ცხადია, ამას ვერსად წაუვა ქართული ოცნება. სულ რომ ყველაფერი ისე ყოფილიყო, რომ აი ძალიან კანონისმიერი და ნებადართული საშუალებები, ხო, აი ესეც რომ გამოირიცხოს, თვითონ ფორმებიც აპრიორი არასწორი იყო, იმიტომ რომ ეს იყო გაფრთხილების გარეშე მეტწილად და ყველა ეს შემთხვევა სამოქალაქო ორგანიზაციებს დოკუმენტირებული აქვს, ჩვენ არ ვსაუბრობთ აი ესე უბრალოდ ხმამაღალი განცხადებებით, რომელ დღეს როგორ დაიწყო, რამდენჯერ გამოიყენეს, რამდენჯერ ძირითადად არ ხდებოდა გაფრთხილება და ხდებოდა ისე გამოყენება, რომ გარკვეულ შემთხვევებში საერთოდ ალყაშიც კი იყო მოქცეული პროტესტის ძალიან დიდი მასა და ადამიანები ჭყლეტაში ყვებოდნენ, იწამლებოდნენ და შეუძლებელი იყო სუნთქვა და გადაადგილება და თვითონ გამოყენების ფორმები, წყალთან შერევის ფორმა, რომელიც ექსპერიმენტული იყო, მისი აი ესეთი ტიპის გამოყენება და საერთოდ
საერთოდ დაუშვებელია ქიმიური ნივთიერებების ესე შერევა და ხალხის დიდ მასაზე გამოყენება მით უმეტეს აი ამ გაწამლავია ცხადია, როდესაც ასე ურევ ქიმიურ ნივთიერებებს. ნინო, რამდენად გაქვთ იმედი, რომ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ითანამშრომლებს ამ გამოძიებასთან, მიაწვდის მათ მასალებს, მიუხედავად იმისა, რომ გვახსოვს კობახიძის განცხადება იყო ასეთი, რომ მათ თქვეს, რომ ითანამშრომლებენ თუ იქნება ასეთი გამოძიებაო. რამდენად გაქვთ ამის იმედი? მე არანაირი მოლოდინი არ მაქვს, ვერანაირი პროგნოზს ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ აბსოლუტურად არ ვიცი, 2 დღე არ შეიძლება ინდო მათ განცხადებებს, გუშინ ერთს ამბობდნენ დღეს, მეორეს აბსოლუტურად საპირისპიროს აკეთებენ, ანუ ერთი წუთითაც არ მაქვს რაიმე ტიპის ნდობა, თუნდაც ამ განცხადების მიმართ რომ აი კი ბატონო ჩამოვიდნენ და ვითანამშრომლებთ, უბრალოდ მათ მოუწევთ რომ მათ ექნებათ ვალდებულება, რა თქმა უნდა, თუ გაერო და ევროსაბჭოს ინსტიტუტები ჩამოვიდნენ აქ მოკვლევის და სიმართლის დადგენის მიზნით ითანამშრომლონ, ვინაიდან ყველა ამ ორგანიზაციის წევრია საქართველო და თუ არ ითანამშრომლებენ და გარკვეულ ინფორმაციას დამალავენ და არ იქნება ეს გამჭვირვალე პროცესი, ამაზე თვითონ უკვე საერთაშორისო გამოძიება ისაუბრებს და საერთაშორისო ექსპერტები ისაუბრებენ და ეს მათთვის კიდევ უფრო მძიმე იქნება, ნამდვილად არ იქნება შეღავათი ის თუ რამის დამალავენ და ნამდვილად ეს არის ის თემა, რომელსაც ვერსად წაუვა ქართული ოცნება, იმიტომ რომ კითხვებზე პასუხები უნდა მივიღოთ აუცილებლად და კარგია რომ ასეთი აქტიურობა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე პოლიტიკური პარტიების მხრიდან. მე მინდა ეს გარკვეულწილად სხვათა შორის ამ თემასაც ეხება და მინდა კითხოთ კიდევ ერთ თემასთან დაკავშირებით, ზურა ჯაფარიძის პროცესი იყო დღეს ჩაინიშნა, დასრულდა უკვე ეს პროცესი, თავად ზურა სხვათა შორის აი ასე დაჩქარება სხვა საქმეზეა, იცით თქვენის სხვა საქმესთან დაკავშირებით იყო დღეს ეს პროცესი, სწორედ უკავშირებს დღევანდელ ბრიფინგს და ამბობს ასეთ რამეს, რომ აი ამ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებას ვინც შეეხება, ყველას უქმნიან პრობლემებსო. თქვენ უკავშირებთ თუ არა, ან რას უკავშირებთ საერთოდ, იცით ზურას 30,000 გირაო, 30 დღის განმავლობაში პასპორტი და პირადობა ჩამოერთვა და ასე შემდეგ. დიახ, აი ვიცი, ზურას თავს რაც ხდება და ყველა იმ პოლიტიკოსის თავს, რომელიც უკანონოდ არის დღეს პატიმრობაში, არ ვიცი, სამართლებრივ შეფასებასაც, პოლიტიკური შეფასების გაკეთებაც რთულია. აი სიმართლე გითხრათ, ეს რაღაცა ადამიანურობის მიღმა არის და უბრალოდ ადამიანების წვალებით რაღაცა სიამოვნების მიღებას გავს უკვე ეს პროცესი, იმდენად გასული არის ყოველგვარი კიდევ ერთხელ სამართლიანობის სამართლის და თუნდაც რაღაცა პოლიტიკური შეფასების ჩარჩოდან, ხო? რა თქმა უნდა უკავშირებ მის გააქტიურებას როგორც პოლიტიკოსის, იმიტომ რომ აი ამ ბრალის წარდგენის გირაოს გამოყენების მათ შორის მიზანიც ის არის, რომ აი პოლიტიკოსებს მუდმივად ჰქონდეთ განცდა, რომ თუ ციხეში არ იქნებიან, ანუ მის გარეთაც არ იქნებიან ისინი თავისუფლები და ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი შეაბრუნონ ციხეში, ან ისეთი მძიმე ბრალი დაკიდონ მათ თავს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაემშვიდობონ თავისუფლებას. ხო, ესეთი პოლიტიკოსები, ასეთ ვითარებაში მყოფი ადამიანი ძალიან რთულია, რომ იყო ობიექტურად თავისუფალი, არა სუბიექტურად, ან დარწმუნებული ვარ მე მათ გამბედაობაში, ეჭვი არ მეპარება ბევრი მათგანის, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს გარემოებები უკვე, აი თუნდაც პასპორტის ჩამორთმევა, პირადობის ჩამორთმევა, ხო, შენ გართმევ შესაძლებლობას, რომ იყოს სრულფასოვანი, არ ვიცი, თუნდაც სრულფასოვანი პოლიტიკური პროცესი აწარმოო, რა თქმა უნდა. შეზღუდული სუნდაც შეზღუდული, ხო, როგორ შეიძლება პოლიტიკოსი თუ საზღვარგარეთ ვერ წავიდა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რომელთა წევრიც ჩვენ ვართ, ხო, საერთაშორისო საზოგადოებასთან არ ექნება ურთიერთობა და იქნა, არ ვიცი, ჩაკეტილი და ნებისმიერ დროს შეიძლება 15 წლიანი პატიმრობა დაემუქროს, ანუ როგორ შეიძლება ამ გარემოში ვინმე, არ ვიცი, აკეთოს პოლიტიკა, ხო, აი როგორ ეს წარმოუდგენელია და კიდევ ერთ
და ეს იქნება ჩემი ბოლო შეკითხვა, ეს არის სინდისის და პოლიტიკური პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით თემის გააქტიურება რეჟიმის მხრიდან, მათი პროპაგანდისტების და მათ მიერ პრეზიდენტად წოდებული ადამიანის მხრიდან. პასუხებიც ვნახეთ ჩვენ სინდისის პატიმრების, ყველა ამბობს არა და არასდროს, ზოგი იუმორით, ზოგი კი უფრო ხისტად, ზოგმა უფრო ხისტად გასცა რეჟიმს პასუხი, მოკლედ არავინ არ თანხმდება ამას ყველაფერს, თუმცა თქვენ რა მიზანს და მიზეზს ხედავთ, შეიძლება ეს ემსახურებოდეს დაუშვათ აქციების ჩახშობას, ანუ თუ გამოვლენ პოლიტიკური პატიმრები, აქციები დასრულდება, მათი წარმოდგენა ასეთია, თუ რა შეიძლება იყოს? მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ, რამდენად სერიოზულად მიმდინარეობს ახლა ეს გარკვეული გზავნილები, მათ შორის პროპაგანდაშიც გაჟღერდა და პროპაგანდისტების მხრიდანაც და როგორც ჩანს ეს საკითხი ყოველ შემთხვევაში მოთელვის დონეზე განიხილება. მე მაინც უფრო ვუკავშირებ იმას, რომ ყველა კვლევით, რაც თქვათ ჩვენ, რაზეც თუნდაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მათ შორის ქართული ოცნების მომხრეებშიც არ არის პოპულარული პოლიტიკური პატიმრების თემა და მათ შორის ქართული ოცნების მომხრეების და ზოგადად საზოგადოების ძალიან დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ზოგადად მიმაჩნია, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებებს ოცნება იღებს ხოლმე, მათ შორის რაღაცა გარკვეული კვლევების და საზოგადოებრივი განწყობების გაზომვის შედეგად შეიძლება ამას უკავშირდებოდეს. მეორე ალბათ არის ის, რომ მათ შორის საერთაშორისო დასავლელი პარტნიორებისგანაც არის გამიგია მეც მათ შორის გარკვეული დიალოგის აღდგენის, მათ შორის მაგალითად ადამიანის უფლებების საკითხებზე დიალოგის აღდგენის წინაპირობა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ანუ ეს შესაძლებელია ასევე იყოს დაყენებული ცალკეული საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც ეს მოთხოვნა, რომ იმისათვის რომ რაღაცა საკითხებზე დიალოგი ან განახლდეს ან ვითანამშრომლოთ, ეს წინაპირობა შესაძლებელია, ეს მოლოდინი მათი მხრიდან არის გაჟღერებული. შეიძლება იყოს ასევე ვიზა ლიბერალიზაციის გარდაუვალი შეჩერების საფრთხე, რაც გვაქვს, ამასაც უკავშირდებოდეს და შეიძლება რამდენიმე გარემოებაც იყოს ერთდროულად და ფიქრობენ ალბათ ამ გადაწყვეტილებაზე. მე ვერაფერს ვიტყვი, ეს არის ნამდვილად თითოეული პატიმრის ინდივიდუალურად მისაღები გადაწყვეტილება, მაგრამ არ ვიცი, უბრალოდ არ ვიცი, ეს რაღაც არ ვიცი, გმირობა არის ალბათ, ვაჟკაცობა, არ ვიცი, როგორ შეიძლება დავახასიათო, წარმოუდგენელია ის, რასაც ის არ ვიცი, ვაჟკაცობა, ის გამბედაობა, ის ბრძოლა სიმართლისთვის, რასაც ეს ქალები და კაცები, ახალგაზრდები გვიჩვენებენ დღეს და უბრალოდ იმდენად ძლიერია მათში აი სამართლიანობის ყურვილი და სურვილი, რომ ძალიან ხო სწორად აღინიშნა, რომ მართლა შესაწყალებელი რეალურად პატიება მათთან აქვს სათხოვნელი სამართალდამცავ ორგანოებსაც და საზოგადოებასაც მთლიანად და მათ ნამდვილად არაფერი აქვთ ვინმესთვის სათხოვნელი და შესაწყალებელი, მაგრამ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება და ჩვენ მთელი საზოგადოება დავუჭერთ მათ ყველანაირ გადაწყვეტილებას მხარს და ვიქნებით მათ გვერდით. მადლობა ნინო, ძალიან დიდი მადლობა ამ უმწურავი პასუხებისთვის.